მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ნახოთ დღეს თუ რას ფიქრობს თქვენ შესახებ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, კონცენტრირდით ამ ადამიანზე, კარგად წარმოიდგინეთ ამ ადამიანის ვიზუალი, გარეგნობა. და ნახოთ აბა, uvarianto გაშლა გვექნება დღეს, შემდგომ თუ მოისურვებთ ვარიანტები ან სადაც გავაკეთებ ასეთი შინაარსის გაშლას. და ნახოთ აბა, რას ფიქრობს თქვენს შესახებ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და შეგახსენებთ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. და მოდით ნახოთ აბა, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, კვერთხების ტუზი, ხმლების 10-იანი და პენტაკლების 2-იანი. აშკარად ძალიან გაორებული დამოკიდებულება აქვს, ხმლების ტუზი ამოვიდა. ნახეთ, 2 ტუზი გვაქვს უკვე. ერთ წამს მინდა ჩემი გარკვეული ვარაუდები ან დავაზუსტო, ან ვუარყო. და პირველ რიგში ფიქრები თქვენთან დაკავშირებით ადამიანს აშკარად აქვს, ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ ადამიანს არ ახსენდებით მეთქი ან არ ფიქრობს მეთქი თქვენზე. არა, ეს ყველაფერი სისულელეა, აშკარად ფიქრობს თქვენზე, ახსენდებით კიდევაც და სხვათა შორის ეს ფიქრები ნამდვილად არ არის ძალიან ნიშვიათი, მაგრამ რა შინაარსის ფიქრები არის, ხო? და პირველ რიგში აქ აშკარად მოდის გარკვეული წყენა და ნეგატივი, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულმა თქვენმა ან ქმედებებმა, სიტყვებმა აწყენინა თანაც ძალიან და თანაც იცით როგორ რაღაცას ხედავ, თითქოს ეს იყო თქვენი მხრიდან რაღაც ცოტა იმპულსური და უფიქრებელი ქმედება ან სიტყვები და თანაც რაღაც ზედაპირული და უმნიშვნელო, იმდენად რომ თქვენ შეიძლება ვერც კი გაგახსენდეთ ახლა, მაგრამ თვითონ ამ ადამიანმა ეს აღიქვა ზედმეტად ისტერიულად, ზედმეტად ემოციურად, ზედმეტად დრამატულადაც კი შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ აქ ადამიანს აშკარად მიაჩნია რომ თქვენ როგორ დაუნგრიეთ თვითშეფასება, როგორ შეეხეთ მის ეგოს და ასეთი გაორებული დამოკიდებულება ჩანს, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის ძალიან გაბრაზებული, ძალიან ნაწყენი, ძალიან უნდა რომ თქვენც იგივენაირად თითქოს დაგამციროთ, დაგსაჯოთ, რაღაც იგივენაირი სიტყვების მოსროლვა უნდა თქვენკენ, უნდა რომ სიტყვიერად დაგამციროთ და რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება სურს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ მეორეს მხრივ აქ მოდის საკმაოდ მძლავრი სქესობრივი კავშირის სურვილები, დიახ, ვნება მოდის ძალიან მძლავრი, ძალიან დიდი და ასევე უნდა რომ ნახეთ დროთა დრო აქ აშკარად მოდის იმის სურვილი რომ თქვენთან მოილაპარაკოს, რომ თქვენთან იყოს რაღაც გარკვეული დიალოგი, რომ ყველაფერი გაირკვას იმის შესახებ თუ რა ხდება რეალურად თქვენ შორის, იმიტომ რომ შეიძლება ეს ასე არ ჩანდეს, მაგრამ ადამიანისთვის ძალიან დამაბნეველი არის თქვენი ურთიერთობა. დიახ, შეიძლება ახლა ბევრი თქვენგანისთვის ეს იყოს ძალიან უცნაური და დაუჯერებელი, მაგრამ ადამიანისთვის აშკარად არის ეს ურთიერთობა საკმაოდ გაურკვეველი და ძალიან უნდა მეტი სიცხადე. მიუხედავად იმისა, რომ დროთა დრო დარწმუნებული არის საკუთარ სიმართლეში და დარწმუნებული არის იმაში, რომ ამ ურთიერთობას მაქსიმალურად სწორად და სახით თვალებით უყურებს. მაგრამ ნახეთ, ამ ადამიანში ყველაზე დიდ როლს თამაშობს მისი ეგო და მისი რაღაც ეგოცენტრული ფიქრები, ეგოცენტრული აზრები, ამიტომაც იცით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ეგოს გამო მე ამ ადამიანს თქვენს ადგილას საერთოდ აღარ მოვუშვებდი ახლოს, იმიტომ რომ ცოტა ტოქსიკური, ცოტა კი არა, აი ზედმეტად ტოქსიკური ეგო აქვს და მიუხედავად იმისა, რომ დროთა დრო რაღაც გულურწფელი ენერგიები მოდის, გულურწფელი საუბრების სურვილი, გულურწფელობის სურვილი ზოგადად და სიყვარულის ბუშტის გასკოდომები და ასე შემდეგ. მაინც საბოლოო ჯამში ზედმეტად ეგოცენტრული ადამიანი არის და მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ დაიკმაყოფილოს და მოიფხანოს საკუთარი ეგო. ანუ მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ თქვენს თვალში გამოჩნდეს ბევრად უფრო კარგი, თქვენზე მოახდინოს შთაბეჭდილება, რატომ? იმისათვის, რომ დაინახოს, რომ თქვენ მასზე გიждდებით, რომ თქვენ მასზე აფრენთ, რომ თქვენ მას არ ვიცი, კუჩში დასდევთ. დავამატოთ კიდევ არკანები და
ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. ნუ, რაც თქვი პრინციპში, გაურებული დამოკიდებულება. გაურებული დამოკიდებულება. ისევ და ისევ ზუსტად იმ ენერგიებით, რაც მე უკვე ზემოთ ვახსენე. ერთის მხრივ მოდის აქ ვნება, ინტერესი და სურვილი იმისა, რომ რაღაც სიტუაცია გახდეს უფრო ცხადი და უფრო გასაგები ორივესთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მოდის გარკვეული ბრაზი და აგრესია. დავამატებდი ასევე იმასაც, რომ ადამიანი აშკარად შორიდან გადავნებთ თვალყურს. მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს ვიტყოდი, ამიტომაც დაგემშვიდობებით ამაზე მეგობრებო.